ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia, მოგხოქეს USA to Georgia. საბერძნეთთან დაიწყეს ტვირთების ჩამოტანა. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. გამარჯობათ. ბატონო დავითით რომ მოვიდა გავაკეთოთ ფინურად ღორის ხორცი. ფინურად. ო, ფინელები საერთოდ ეგეთ სამთარში და სუციოა იქა კაცო. ცაცათა. თან ეკეთება ლუდით. მოკლედ ამას უნდა აი ესეთი ხორცი, აი. აი ესეთი ხორცი უნდა. ამას ქვია უმზეური, ანუ წინა ფეხის მკერდი რაც არის, ნახევარი ეგ არის. ესეთ მდგომარეობა ღორის ხორცია. და აი ამაში მაქვს საჭმლის ზეთი. საჭმლის ზეთი არის, ხა ზეთის ბოთლი თან არა მაქვს. ამას უნდა ეგეთი რამე. აფას აცხელებთ. ფანტა მეგონათ. ზეთს დაასხავთ და ანუ ამას რო ზეთს დაასხავთ, ეხა თოვს და ყალიც ეკნებოთ. ჰა? ყალიც ეკნებოთ. ეხლა ხო, ცეცხლი კი ბატონო. ბატონო და წადი სახურავი მოიტანე მისი ტაფის. ლაულა. ნოი. ეს დააფარე. ეხლა ნახეთ. ეს საიღე. ამაში ხა დიდი სასაული არაფერი არ არის, მერე ხდება ის, რასაც ქვია ფინურად გაკეთება. ხორცი უნდა შეიწვას. ტაფაში ორივე მხრიდან გადატრიალე, ხა მას ტემპერატურა აქვს რაღაცა. ცელი კაინაგოს ვიდეოების გადაღებაში ვინგხმარება. USA to Georgia. და მაგათ მაგერამი მოკოქეს საბერძნეთთან წიწყეს ვიდეო იმის ჩამოტანა, რა ქვია. ავეჯის. ვიდეო ყველაფრის. თუ საბერძნეთთან რამე გინდათ USA to Georgia.com. მოგე დალეგით ნახავთ რა. ინტერნეტში ნახეთ. მოკლედ. ეხლა ეს შეიწვას, დრამატულ მომენტებს გაჩვენებთ. ბატონო დავთ ისეთი რაღაცა გაჭამო, შეიძლება პოლიტიკურ თავშევარ მოითხოვდეთ და ნახეთ ჩვენი ძაღლები რა. მე დავჩები. ამათ ვაჭამეთ, ეს ახალი შემოგვეკედლა ეს დიდი. ზოგი იძახის რო ისაო, რა ქვია, რაღაცა დაუდგითო რა, ქოხივითო. მაგრამ ამათ ქოხს ვერ დაუდგავთ, იმიტომ რომ ჩვენ რო ამოდივართ, ქვემოდან ამოდიან ესენი. ხო და ის არის, რა ქვია, აქ ვერ დარჩებიან, იმიტომ რომ აქ შეიძლება მგელმა შეჭამოს ესენი. ამოდივართ ხოლმე ვაჭმეთ, ეხლა ჩვენც ხო ყოველდღე ვერ ვახერხებთ ამოსვლას არა და ამიტომ რა ვიცი, ეს მგონი ლეკვია, ბებერს არ აკავს, ვა ნაჩხუბარია რა. საჭმელი ამოგვაქვს ხოლმე ვაჭმეთ. მოკლედ. ეს უკვე გაკეთდა? არა, ჯერ არ გაკეთებულა, უყურე. ტაფა გამოგვივიდა პატარა. ეს ხორცი კარგად უნდა დაუბრაწოთ რა. გამოვატრიალო. როგორღაც. აი ესეთი უნდა გახდეს, აი. ინგრედიენტი უნდა ამის გაკეთებას? როგორ? სორი ინგრედიენტი უნდა ამის გაკეთებას? არა, გაჩვენეთ ახლა, უყურე ჯერ უნდა შეიწვას ხორცი. ხო. ორივე მხრიდან. აი ორივე მხრიდან რომ ხორცი შეიწვება, მერე გაჩვენებ რა უნდა გავაკეთოთ, აი. აი. აი ნახე როგორი ფერი უნდა გახდეს. გაგისინჯავს ეს? ეს კი. აი ხო. ეხლა დავაფაროთ, მეორე მხარესაც შეიწვება და გავაკეთოთ. დადგა ჟამი ჭეშმარიტებსა? ოპა! თუ დგება. ჭეშმარიტად დადგა, მაიცა. სახურავი აღარ გვინდა. ამისთვის მარილი არ დამიყრია. ბატონო დავით, ცოტა ფრთხილად იყავი. დგება ჟამი ჭეშმარიტებსა? აი ეხლა არა, ჯერ არა. ხორცი შეიწვა ესე. ანუ კარგად უნდა შეიწვას რა. უნდა დაიბრაწოს. გამომართვესა. თვალები დაგეთ. ხო და ცეცხლის მხარეს უნდები აქედან და მომყვება ერთხელ იქი დავდექი, იქი გამოვეცე, აქედან. მოგე დამასო გააკეთეთ, გაიწე ხა.
მერე ლუდი უნდა ჩაასხა ჩიტა. ბატონო დავით. ხო, სახურავი მოიტანია მისი. რისი? პაპუს. მოვიტან. ერთი წამით დავაფარო? ჯერ არა. აი ახლა დავაფარე. ეხლა ნახეთ რა მოხდება. ლუდს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ეხლა რას დააკვირთ ეხლა. რაღაცა სასწაულს და რაღაცას ნუ დაასხავთ რა. ჩაოლებული დაასხით ეხლა ეს მაგრა შებრაწული ხორცი ლუდში ჩაიხარშება და მთელი ამ ლუდის მუგები არა. ალკოჰოლის უამოხდება და დარჩება მარტო გემო. მოგეთ ეხლა ამან აქ იდუღოს. და მე სხვა ინგრედიენტებს, სხვა დრამატულ მომენტებს კიდე გაჩვენებთ. ნახოთ. წამო ქოქს თორე გავიყინე. აი, უყურეთ. შავი პირპილი უნდა აუცილებლად, პაპრიკა უნდა აუცილებლად, უცხო სუნელი უნდა, ყვითელი ყვავილი და მე ეს არის ნიორი. ანუ ყველა ვარიანტში ესენი. თქვენ გემოზე ხო შავი პირპილი და პაპრიკა აუცილებლად უნდა. ეხლა ეს გამომართვება თქო დავით. აჰა. და ჩააყარე. კაი, ეხლა ნახე, ამოატრიალი აქეთ მხარეს, აი ეს მევიზა. აი ეს. ანუ ეხლა ეს ლუდი ხო დუხს. და ბატონო დავთ, ეხლა წადი და მაშარაფი მომიტანე. მოგეთ მერე ამას უნდა მაშარაფი რა. მაშარაფი არის ბროწეულის წვენი არის მოხარშული, ადუღებული. და გასქელებულია ეს გამომართვის სახურავი და ამაში მერე მაშარაფი გავონით. აი ეს. რო გასქელოს. ეხლა ეს მაშარაფი გადნება. კარგად აშენ. ლუთაყისტად. ეს. აბა ჩავარჭობ რომ ნახო ბრბილი არ არის. არა, ბილია უკვე მოხარშულია. არა, თავისით თანთალე რა. ძალიან გაინტერესებს. არა, მაგ კარგად აშენ. ძალიან ბევრი არ უნდა რა. ხოდა მოდი ახლა დავაფაროთ ბატონო დავით. ცოტა ახტილი დავტოვოთ, იმიტომ რომ ახლა ჩვენი ამოცანაა რომ ლუდი ამოქრეს და აი ეს რაც ყველაფერი ჩავამოძე მაშარაფის ამოტობით. გახდეს კარამელივით და ამას ყველაფერს გადაეკრას და უფრო გემრიელი გამოვიდა. ჩემი აზრით გემრიელი გამოვა. შენი აზრით? ჩემი აზრით. შენ ძალიან დიდი აზრები ხوار გაწუხეს ბატონო დავით. კაი, აბარა, ჩემი გაკეთებული ცუდი რატომ უნდა გამოვიდეს? აი ეს მომენტი? რა, ეს. აჰა, ეს შენ გამომართვი? მოკლედ ახლა დაველოდო ცოტა ხანი. როგორ მოგწოთ განათებები გავაკეთეთ რაღაცა ეს. წინ მივიწევთ რა. და ამოვიღო და მე გავშოთ ნახოთ რა არის. დადგა ჟამი ჭეშმარიტი. ბატონო დავით, შეხედე, რანაირი გამოვიდა. აიშალა. აი ესე, ნახე. ლუდი ამოქრა და ეს ქვემოთ რაც არის? არის უკვე ქონი, არა. შენ წადის მომიტანე? პური. პური კი არა, ის პური რაზეც ადეს? პური ხელში დაიჭირე და ის მომიტანე რაზეც უნდა ამოვიღო. აი. ნელაქენი ბიჭო თოლში არ წაიქცე. კაცი. მამა ვნახოთ. რა გამოვიდა. ამოღების წინ ეს კარგად დაწუნეთ რა. ამას ღვინო არ უხდება. ფინელების დამეთანხმებიან, რომ ფინური ღვინო არ არსებობს. თან მით უმეტეს ზამთარში. გინ ზამთარში გააკეთე, არ უხდება რა. ამას უნდა ლუდი უხდება. არა, კი, არანაირი ლუდი. აი. ზამთარში მოყდე. აი ესეთი გამოვიდა, აი. აი ესეთი რაღაც. წამო ბატონო დავით ახლა იგი დავზოთ. და თო არაყით დავლიო. ესე. თვითონ არაყით დავლიო თარა დავლიო. აი. ბოთლს უკვე დაათოვა, აი. მაგიდა. ჰა? კაია, ხო იცი ისე. ცოტა თოვლი კი ჩავიდი, რა მარხუშობს. ცივა. ჰა? ორი მოტეხი.
აი თოლმა არა და არ გადაიღო რა. გაიყინა. აი მომიც, პატარაზე მომიხე. აჰა. მაიც, ეხლა ესა ნახეთ რა. ასე დავდე თოლზე. ხორცს ნახე რა. თოლზე არ დევს, იმაზე დევს კაბებზე. ბატონო დავით. ხორცს შეხედე. რა მოუვიდა. ჯერა სუნი გაუშვა. აჰა. აბა გავსინჯოთ, აიღე. მაშარაბმა. ისი მოქმედა რომ როგორია? ამას თუ გააკეთეთ, მაშარაფი არ დაინდოთ. დავუშვით. გას მეტი უხეთესი. პოლიტიკურ თავშესაფარს მოვითხოვ. ესეთი გემრიელი რამე. მოდი ბატონო დავით. რახან არ ახსავსავთ. მე თუ გინდა ღვინოთი გავაგზავნე, მაგრამ ვისაც პურის ჭამა უყვარდა, ვისაც არაყი უყვარდა. ცხონებული პაპაჩემი 33 სახარებასაც ვსვავდა არყით. 23 ჭიქას. შეელო რა განათვრებოდა და მე მეზობლებს დათვლის გარბოდა რამე არა. მოდი. წასულების სონა იყოს მოგონება და აი ეს ამბავი ქართველების ამბავში მიაგებოთ რა. ამინ. აი სასწაული. ეხლა ბატონო დავით ამას ხელი მოუყიდო და სანამ სულ თორმე არ დაადო ქოქში გავოხაროთ. მართალია. ნო ამითი გამოგემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ. გააკეთეთ ეს ფინური ღორის ხორცი ლუდით არის უგემრიელესი. გემოცა ცოტა ლუდის გემოცა ცოტა. ო ლუდის გემოცა რა საკვირველი. არო. კარგად ბრძანდებოდეთ. შემდეგ ვიდეო. ვიდეო. ორი აიღე და არაყი წამოიღე.